BBC-ის გამომძიებელ ჟურნალისტებთან მქონია არაერთი შეხება და შიდა სამზარეულოდან ვიცი რამდენ ეგრეთ წოდებულ fact-checkings და გადამოწმებას გადის მასალა. სწორედ იმის გამო, რომ შემდეგ ასეთმა სუბიექტებმა არ უჩივლონ. BBC არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის მედია მსოფლიოში, მაღალი სტანდარტით ხელმძღვანელობს და როდესაც ის ამბობს რაღაცას, ეს არის, რა თქმა უნდა, დადასტურებული. დონალდ ტრამპი BBC-ის წინააღმდეგ მორგის სადავო დოკუმენტური ფილმი, რომლის გამოც უკვე გადადგნენ BBC-ის გენერალური დირექტორი და ახალი ამბების მთავარი აღმასრულებელი დირექტორი. BBC-მ აღიარა, რომ ტრამპის მიერ 54 წუთის დაშორებით ნათქვამი სიტყვები ერთმანეთს მიაწება, თუმცა შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვის ეს აღიარება საკმარისი არ არის. არც ბოდიშია გამოსავალი. დონალდ ტრამპი BBC-ის ჟურნალისტებს კორუმპირებულებს უწოდებს და დეზინფორმაციის გავრცელების გამო სასამართლოში უჩივის. რაც ბრიტანულ მაუწყებელს 5 მილიარდი დოლარიც კი შეიძლება დაუჯდეს. თეთრი სახლის ვებგვერდზე BBC უკვე შავ სიაშია შეყვანილი. შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიის ფლაგმანმა გადაცემამ პანორამამ ისე დაამონტაჟა ტრამპის გამოსვლის ორი ნაწილი, რომ მაყურებელს შექმნოდა შთაბეჭდილება თითქოს პრეზიდენტი კაპიტოლიუმის შტურმის მოწოდებებით გამოდის. BBC არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის მედია მსოფლიოში, მაღალი სტანდარტით ხელმძღვანელობს და როდესაც ის ამბობს რაღაცას, ეს არის, რა თქმა უნდა, დადასტურებული.